გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. უკვე 10-15 წელია ჩვენ ყველანი სოციალური ქსელიდან მოვდივართ. სოციალურმა ქსელმა ბევრი დაგვა მეგობრა, დაგვა ოჯახა, გადაგვა მტერა, გაგვყარა და თავიდან შეგვაყვარა ერთმანეთი. თუმცა თავიდან შეყვარება ეს ალბათ ძალიან იშვიათი შემთხვევაა. მე ჩემი სოციალური ქსელის სამეგობროში ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ფრენდი მყავს. თითქმის მაქსიმუმს აღწევს მათი რიცხვი და ამიტომ უმრავლესობას რასაკვირველია არ ვიცნობ და აზრზე არ ვარ თუ რას ფიქრობენ, ვინ არიან, რატომ ვარ დამეგობრებული და საერთოდ. ამასთანავე ერთ-ერთი ასეთი ფრენდს რატომ ვამბობ და მეგობრად დასახელება ენა არ მიტრიალდება არა მხოლოდ ასეთი ადამიანის, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, არამედ ბევრის, ვისაც პირადად ვიცნობ. მეგობრებო, ეს სულ სხვა პლატფორმაა და შეუძლებელია 5000 მეგობარი ყავდეს. ფრენდი კი რაღაც ნეიტრალურია და არაფრის მომცემია. ასე რომ ერთმა ფრენდმა, რომლის გვარსახელი სრულიად უცნობია ჩემთვის და არ მახსოვს, როდის დავფრენდდით და რა გარემოებისას, დადო თავის კედელზე სტატუსი, სადაც გულუბრყილოდ სვამს კითხვას. დროებითი საგამოძიებო კომისია, როდესაც ერთხელ იბარებს და დაბარებული არ მიდის და მერე მას სასჯელს უწესებს, მეორედ რომ იბარებს და ის ისევ არ მიდის, მეორედ რაღაც უწესებს სასჯელსო. ძალიან გულუბრყილო კითხვაა. ერთმა მიუწერა დანაშაულს ადამიანი რომ იმეორებს არ უნდა დაისაჯოს, აი მაგალითად ქურდმა მეორედ რომ იქურდოს რა აღარ უნდა დაისაჯოს, რადგან პირველ ქურდობაზე უკვე მიიღო სასჯელი. და ყველა საინტერესო კი ამ ფრენდის პასუხი იყო. ეს ცუდი შედარებაა, დაბარებული არ ცნობს იმ კომისიას და ამიტომაც არ მიდისო. ამ თემაზე ხშირად მილაპარაკია და მაინც გაკვირვებას ვერ მალავ. ანუ ადამიანი არ ცნობს საპარლამენტო დროებით კომისიას და ამიტომაც შეუძლია აინუშიც არ ჩააგდოს მისი დაბარება არ დაბარება და ამ ფრენდის ლოგიკით თუ კი არ ცნობს, მაშინ არც პირველად, არც მეორედ, არც მეათედ არ უნდა დაისაჯოს მიუმსვლელობის გამო. კი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ქურდმაც შეიძლება თქვას, რომ არ ცნობს სისხლის სამართლის კოდექსს, რადგან იმ კოდექსის მიღებისას მისთვის თანხმობა არავის უკითხავს და მას ხელი არ მოუწერია. საპარლამენტო დროებითი გამოძიების კომისიის ფუნქცია და უფლება-მოსილება გაწერილია შესაბამის კანონში და ითვალისწინებს ამა თუ იმ სასჯელს, თუ კი კომისიის მოთხოვნა არ იქნება შესრულებული. მისი უფლება-მოსილება თეა წოლუკიანის კაპრიზზე არაა დამოკიდებული. ეს ყველაფერი ნორმატიულ დოკუმენტში წერია. ამიტომ, როდესაც ზრდასრული ადამიანი წერა კითხვის მცოდნე, შუახნის ასაკის, დაწყებითი საშუალო და უმაღლეს დამთავრებული ასეთ კითხვებს სვამს, მეჩვენება რომ განათლების ერთ-ერთი რგოლი მან წარუმატებლად გაიარა და არ იცის რომ კანონი და სამართალი ყველასთვის ერთია, გინდა აღიარე და გინდ ნუაღიარებ. კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს სასჯელისგან, ეს ხომ ელემენტარული ჭეშმარიტებაა. ამასთანავე ვინმე ზვიად რატიანი დააკავეს, როდესაც მან სამართალდამცავ მუშაკს სილა გაარტყა. ყველამ დავინახეთ თუ როგორ არტყავდა ის სილას. და იმიტომ რომ ზვიად რატიანი პოეტი ყოფილა, ამბობენ კარგი ლექსების ქონია. განა მას უფლება აქვს პოლიციელს სილა გაარტყას და მერე შინ წავიდეს და პოემა დაწეროს გამარჯვების სილა რამე ამდაგვარი. რასაკვირველია, ჩვენი ყვითელი პრესა და ასეთივე ფერის ჟურნალისტები აყვირდნენ პოეტი რატიანი დაიჭერა რუსულმა რეჟიმმა. ის რომ რატიანი პოეტია, ამას ყველა იმეორებდა. პოეტი რატიანი. სანტექნიკოსი რომ ყოფილიყო, ალბათ მის პროფესიას ხაზს არ გაუსვამდნენ. არ იყვირებდნენ სანტექნიკოსი რატიანი დაიჭირეს. ვერ შეიგნო ამ უცნაურმა ხალხმა, რომ კანონისთვის სულ ერთია პოეტი ხარ, ხადავი კი, აკადემიკოსი თუ მეხაშე. და მეორეც, კანონის დარღვევა არავისთვის არ შეიძლება. გაიხსენეთ დასავლეთის კანონმდებლობა და როგორ აკავებენ დასავლელი მართლმსაჯულები დამნაშავეებს. წესითა და რიგით ჩვენ სულ ღრმა შეშფოთების რეჟიმში უნდა ვიყოთ, როდესაც ვხედავთ რას უშვებიან კანონის დამრღვევებს ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ძალიან დიდ ბრიტანეთში და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ
ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვარ და ღრმა შეშფოთებისგან თავს ვიკავებთ. როგორ არ მიყვარს არც ცალმხრივი მეგობრობა, არც ცალმხრივი მიჯნურობა და არც ცალმხრივი ჭიდაობა. მოკლედ, ცალმხრივი არაფერი ვარგა ცალმხრივი მოძრაობის გარდა. დამნაშავე კი რამდენჯერაც დააშავებს, იმდენჯერ დაიჭერენ და პასუხსაც მოსთხოვენ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.